მოკლედ დღეს ვცდილობთ რომ უბრალოდ რომ დავაყენო Oracle Solaris 11.3 ვერსია. არ დამიყენებია ეს ადრე არასდროს და ნახოთ აბა ერთი რამდენად კარგად გამოვა ეს ყველაფერი. არასდროს აქამდე არ გამიკეთებია Unix-ის bootlogging menu ვახტი შევხედოთ, რანაირად მოხდება ყველაფრის დაინსტალირება. თუმცა არასდროს არ გამიკეთებია, ორჯერ მაქვს მხოლოდ Sunis workstation-ი განახი. შეხება ესეთი თქვათ, მაგრამ კონკრეტულად ესე რომ experience იქნება და არ მქონდა ეს. ნახოთ გამოვა. ეს კონკრეტული ვერსია 64-ბიტიანი არის, იმიტომ რომ ძველებია ვიშორე. 24-ჯერ მიგერ ნახავ. და ვირტუალურ მანქანაზე ვცდილობ ყველაფრის გაშვებას, იმიტომ რომ Spark-ი არ მაქვს. და შესაბამისად Spark-ის გარშემო ეს ყველაფრის კეთება. Anyway, ნახოთ რა გამოვა და როგორ გამოვა. ესე დარიგით. ერთი კარგი არის ის, რომ უბრალოდ არ მომიწევს პარტიშენების კეთება, იმიტომ რომ პარტიშენები გაკეთებული მაქვს ვირტუალურ დისკზე. ნახეთ, რამდენად კარგად გამოვა ეს ყველაფერი. ლოკალზე გავუშვათ, Solaris-იც გავუშვათ. ეს არის მოდი მთლიანად whole disk-ს გავიკეთებ. და sadly, it's fine. It's tot GMTC. You know what? American list. United States. მშობა აქვს ფოტოშოპის იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ Eastern Standard Time თუ არ მოვიდეთ უჩვენს შემთხვევაში. მერე ყურავს. One просто. Так, наход. That's fine. ნახოთ, ეს დარიგი და ხოლმე დაიწყოს ინსტალაცია თავიდან ბოლომდე. ისევ და ისევ ეს არის basic კონფიგურაცია Solaris-ის, იმიტომ რომ high-end თანამედროვე მანქანებზე გათვლილი Solaris-ის მოთხოვნები რაც არის, გასაგებია, მაგრამ ამ კონკრეტულად ჩემ მანქანაზე ჯიჯებით არ ვიყიდებ განებას. არ არის პრაქტიკული ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ტესტის თვალსაზრისით მოდის ვნახოთ. ამ ნაწილს ავაჩქარებ შემდგომში და რომ მარტივი იქნება ოპერატორის დრო. Okay, მოკლედ ინსტალაცია დამთავრდა. გადავტვირთით მანქანა. პირველ რიგში აუცილებელია რომ device-დან გავთიშოთ. virtual drive-ი, რომ არ ჩავტვირთოს არაფერი, მაგრამ გადავტვირთით. შევხედოთ რა მოხდება. სესია დახურა. სესია გადავტვირთო, ნახოთ. Okay. იდეაში ნახოთ device-ებიდან თუ არ მოდის virtual drive. მოდი კიდევ ახლა გადავტვირთოთ მანქანა. პირდაპირ hard disk-დან წაიკითხოს. Okay, все, გიბატონო წაიკითხა. შევტვირთოთ. და გავსინჯოთ რა იქნება. ყოველ შემთხვევაში თან საინტერესო ცვლებს. საინტერესო არის რომ Oracle's და Spark machines ქონდა ძალიან დიდი პერსპექტივა.
რიგი მიზეზებიდან გამომდინარე სამწუხაროდ ვეღარ განვითარდა. არა და ან workstation-ებზე, ლაბორატორიებში, სამეცნიერო კვლევებში ნამდვილად უფრო უკეთესი და 1000-ჯერ ასე ვთქვათ, მეტად წარმადი იყო, ვიდრე და არის კიდევაც, ვიდრე დავუშვათ თუნდაც იგივე Windows-ის environment-ი ან თუნდაც ადრე DOS-ის environment-ი. არ ვიცი, საქართველოში სხვა შორის ბევრი არ მინახავს Solaris-ები, Oracle-ები არ მინახავს. ადრე მე როდესაც დავიწყე პირველად პირველ შეხრა ჩემი კომპიუტერი თავად დაიწყო. მარტო DOS compatible, IBM compatible რო ეძახდნენ, DOS იყო. და რამდენიმე Mac იყო. ალბათ მე რაც მახსოვს, შემეც 98 წელში სადღაც ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ფიზიკის ინსტიტუტში, ბიოქიმიის ინსტიტუტში სადღაც ნახევარი ჩემ შევდავსა და ბებია პაპა. ზეცად ეს მანქანები იყო, ერთი ორგან მახსოვს Yamaha-ც იყო, მაგრამ just ისე by the way. 256-მდე მე, მაგრამ მართამდე როგორც თქვი, IBM compatible, რამდენიმე Mac იყო და Tandy არ მახსოვს, არ მინახავს იქ და საბჭოთა ელექტროგამოთვლელი მანქანა. ნახოთ აბა. ნახოთ თუ შევა, ასე არის. ტესტერი გქონში. ასხეთში არ ვიცი ამას sound support აქვს თუ არ აქვს, მაგრამ ტესტერი გქონდეს. Looks nice. Looks really nice. ნახოთ. System monitor შეიძლება გავხსნათ, მე დავხსნათ, თუმცა მულტიფუნქციონალური. ანუ ის Solaris-ი რაც მე მაქვს, ნახეთ, ცოტა სხვანაირი იყო კიდევ, იმიტომ რომ ალბათ ძველი 90-ის პერიოდის პროდუქტი. მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ, საინტერესო კონდილება მოდიეს. Okay, ნახოთ ახლა რა ხდება device drivers. აქვს აქ. ხო, როგორც კი ეს ჩვეულებრივად იმიტირებული OS-ია. და basic Okay. გასაგებია preferences, საინტერესო არის. NVIDIA support-იც აქვს. Nice. Sound. ნახოთ აბა sound-ში რა ხდება თუ. See, recording audio. Okay, whatever. Airmode software. სავარაუდოდ ალბათ Excel-ზე გამიყვანს, იმიტომ რომ ზუსტად Excel-ზე ორიენტირებული OS-ია. ვერ რაღაცაში. თუმცა ცუდომა მიცემული მაქვს. Obviously. Let's just see. არ არის. All right. ნახოთ. Okay. ნახოთ network-ში რა ხდება. It is connected. Manchester City უნდა იყოს. Okay, collection არის. მოდი ნახოთ. საერთოდ სტომატუ. Okay, let's see. This. Slow აქვს ინტერნეტზე, სხვაჩერს Google's ინტერფეისი 20 წელია თუ არა მეტი 20 წელი არ მინახავს. ხო, ნუ რა თქმა უნდა, of course. არის ამას, არ არის პრობლემა.
ეს რა არის? ეს არც ვიცი რა არის. ოკეი. გამახსენდა. ოკეი. ეს არის ერთგვარი visual programming environment. ეს სხვათა შორის მასის პირველი ვერსია იყო. ეს რომელი არის? 3.6 კი. ეს დაახლოებით წლის ნახე პირველად ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან გავდა გაგეცნებოდი Visual Basics. It's fine. სტრუქტურა ფაილების მოწყობის საშუალებად Unix-ი არის და Unix არის ისეთი, რაც პირადად შეგვიძლია ძალიან მოსახერხებელია ბევრ რაღაცაში. უშუალოდ ბინი, ბუტი, root სისტემა ძალიან საინტერესოა მოწყობილი. Anyway, დავტოვებ, ნახავ, გავეცნობი ამის დაინარებსაც, იმიტომ რომ როგორც გითხარით, არ ქონია ორაკულთან შეხება, ნახა ერთი-ორჯერ ნახავს არიცლება და შევხედავ. ესეც ერთ-ერთი პირველი, ასე ვთქვათ, სატესტო ვიდეო არის კონკრეტულად ასეთი სახის ტესტების და სხვადასხვა სახის OS-ების ხელახლა გაცოცხლებისა. შემდეგში ვაპირებ ცალკე კიდევ ერთ სერიის გაკეთებას. ასე ვთქვათ, შეიძლება ნოსტალგიურ რეტრო ვარიანტი დავარქვათ. დაწყებული სუსუ პირველი MS-DOS-დან მოყოლებული თავისი კონფიგურაციებით, ინსტალაციებით, პეკიჯებით, გაგიზიარებ ჩემ გამოცდილებას, გაჩვენებთ როგორ და რანაირად მუშაობს, ზოგიერთი ვისაც გაინტერესებს ზოგს legacy ტექნოლოგიებთან გაგჩეხება, ზოგს ძველი თამაშების შესაძლებლად გაცოცხლება გნებავთ მანქანაზე, ან შეიძლება რეტრო კომპიუტერში ხართ ისე როგორც მე და ძველი მანქანები გნებავთ, ასე ვთქვათ, რეკომპიუტერები გააცოცხლოთ. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ჩემი ბავშვობის გახსენება, იმ პრაქტიკული რაღაცების მომენტების კვლავ გახსენება, რომელსაც უშუალოდ ვაკეთებდი, დაწყებული 98 წლიდან, 99-98 წლიდან და მოხარული იქნები თუ ინფორმაციასაც და გამოცდილებას რაც მე გაგიზიარებ, თქვენ გამოგატარებთ. მოკლედ, ჯერჯერობით ეს იყო დღევანდელი ვარიანტი, ისე ვთქვათ, ინფორმაციის მოწოდებისა და დღევანდელი ვიდეოს თემა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მოგესალმებით.